მოგესალმებით მეგობრებო, განვაგრძობთ იჟარბის საუბარს. Დღეს გვაქვს პრაქტიკული მეცადინეობა, სადაც შევასრულებთ საშინაო დავალებას, რომელიც მოგეცით წინა გაკვეთილზე და თემა შეეხებოდა რეკურსიას. მოდი დავიწყოთ. თუ მოგწონთ ჩემი არხი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ იგი და დაალაიქოთ ვიდეოები, რათა არხი გახდეს უფრო მეტად პოპულარული ყველა პროგრამირებით დაინტერესებული ადამიანისათვის. მოდი ვნახოთ, რას გვეუბნება პირველი დავალება. პირველი დავალება გვეუბნება, რომ დაბეჭდეთ მასივის ელემენტები რეკურსიის გამოყენებით. ხო, ჩვენ უნდა გავაკეთოთ დაახლოებით იგივე რაღაცა, რასაც ვაკეთებთ ციკლით, ხო, როგორც წესი ვიცით, რომ მასივს ჩვენ აქამდე ვბეჭდავდით for ციკლით, ხო, ან for ციკლით, ან სხვა რაიმე ციკლით, ან while-ით, ხო, ანუ გადავცემდით. ესე ჩვენ მაგალითად ამ შემთხვევაში for-ს ჩვენს მასივის ზომას დავატრიალებდით მასივის ზომამდე და შემდეგ დავბეჭდავდით კონსოლში array-ის ეს. მაგრამ როგორც წინა გაკვეთილზე აღვნიშნეთ, ჩვენ შეგვიძლია რეკურსიით ვაკეთოთ იგივე რაღაცეები, რაც შეგვიძლია ვაკეთოთ ციკლით. აქედან გამომდინარე, მოდით დღეს გამოვიყენოთ რეკურსია და არა ასე ვთქვათ ციკლით, არამედ მეთოდით დავბეჭდოთ ეს ჩვენი მასივი, ხო? შევქმნათ რაღაცა static void print array, ესე დავარქვათ. მეთოდი, რომელიც პარამეტრად უნდა იღებდეს რაღაცა მასივს, ხო? ანუ int-ების მასივს, რაღაცა int array-ს. ეს იქნება პირველი პარამეტრი. მეორე პარამეტრი, რომელიც უნდა გადავცეთ აი ჩვენს მასივს, იქნება, ასე ვთქვათ, ესეთი სახის, ანუ გვჭირდება iterატორი, ანუ ინდექსატორი, ანუ აი როგორც ციკლში ჩვენ for ციკლში რასაც აკეთებს ანუ ჩამოუვლის მასივის ყველა ელემენტს, იგივე გვინდა რომ გადავცეთ აი ჩვენ მეთოდსაც პარამეტრში, ხო, რომ აი iterატორმა ჩამოუვაროს აი ამ array-ის თითოეულ ელემენტს, ხო? და მიაკითხოს მას. მოდი ამიტომ გადავცეთ მას რაღაცა int iterატორი დავარქვათ და მას მივანჭოთ მნიშვნელობა 0. პირდაპირ აი პარამეტრებშივე, ფრჩხილებშივე მივანჭოთ მნიშვნელობა 0. ეს მოგცემს ესეთ შედეგს. თუ მაგალითად მე გამოვიყენებ აი print array-ს და გადავცემ და გავხსნი ასე ვთქვათ ფრჩხილებს და ვინახავ რომ ის ელოდება ჩემგან ორ პარამეტრს. ერთი იქნება მასივი, ამ ჩვენ შემთხვევაში აი ეს array, რომელიც წინასწარ დაგენერირებული გვაქვს მაგალითისთვის და მეორე ელოდება რაღაცა iterატორს. მაგრამ აქვე მიჩვენებს, რომ აი iterატორის მნიშვნელობა დეფაულტად განსაზღვრული არის. ანუ წერია, რომ მისი მნიშვნელობა არის 0. შესაბამისად მე არ ვარ ვალდებული, რომ მას გადავცე აი ეს iterატორი. ამიტომ თუ პირდაპირ ესე დავტოვებ, ის აიღებს დეფაულტ მნიშვნელობას და iterაციას ჩემს მასივში დაიწყებს 0-დან. ანუ იმ მნიშვნელობიდან, რომელიც აი ამ iterატორს ჩვენ მივანიჭეთ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოგვინდება, რომ სხვა სხვა მნიშვნელობა მივანიჭოთ და ეს მასივი ამ თავიდან ბოლომდე არ დავბეჭდოთ და სიტყვას დავბეჭდოთ აი ესე აქედან, ანუ შემდეგი ელემენტიდან გადავცემთ ერთიანს და ეს მასივი ტრიალს, ასე ვთქვათ, დაიწყებს, iterაციას დაიწყებს არა სიტყვაზე აი 0 ინდექსზე შენახული მნიშვნელობიდან ჩვენს მასივში, არამედ მეორე ელემენტიდან, ანუ ნომერ პირველ ინდექსზე შენახული მნიშვნელობიდან. ხო, მოდი ხა ეს ერთიანი დავშალოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ მთელი მასივი დაიბეჭდოს, ანუ დეფაულტად აიღოს მნიშვნელობა 0 და დავტოვოთ ესე, უბრალოდ print array და ფრჩხილებში გადავცეთ array. ხო, ნუ ახლა მოდი ამ მეთოდის ლოგიკა დავწეროთ, ხო? და ამ მეთოდის ლოგიკა დავწეროთ აი ესე. ანუ ესე უნდა იყოს სანამ ეს iterატორი ნაკლები არის მასივზე, იქამდე უნდა გაგრძელდეს აი ამ ჩვენი ასე ვთქვათ მასივის გამოძახება, ხო? თავის თავში. როგორც კი ეს iterატორი გახდება array-ის ზომაზე მეტი, ჩვენი მეთოდი უნდა წყვეტდეს მუშაობას. აქედან გამომდინარე, მოდი ეს დავწეროთ. თუ აი ჩვენი iterატორი ნაკლებია array-ის length-ზე, აი ამ print array უნდა გამოიძახოს თავის თავი. ანუ print array და პარამეტრებში უნდა გადავცეთ
იგივე array და აი ეს iterატორი ოღონდ გაზრდილი მნიშვნელობით, ხო? იმიტომ რომ ყოველ გამოძახებაზე ანუ iterატორს +1. აი ეს ყოველ გამოძახებაზე ეს ჩვენი iterატორი უნდა იზრდებოდეს 1-ით. ანუ პირველი მნიშვნელობა იყოს ეს მასივი თვითონ და მეორე მნიშვნელობა გაზრდილი +1-ით აი ეს მასივის ელემენტი. შესაბამისად, როცა გამოიძახებ პირველად დაბეჭდავს აი ამას 0 ინდექსზე შენახულ მნიშვნელობას, შემდეგ 15-ზე, შემდეგ მეორე ინდექსზე შენახულ მნიშვნელობას, შემდეგ მესამეზე და ასე შემდეგ ბოლომდე, სანამ ეს iterატორი იქნება აი ამ მასივის ზომაზე ნაკლები. როგორც კი ეს iterატორის ზომა გაასწრებს ამ მასივის ზომას, ეს ჩვენი აი ეს if-ში აღარ შემოვა და ჩვენი ფუნქცია დაასრულებს მუშაობას. ხო და ეხლა აი if-ის შიგნით არ უნდა დაგვავიწყდეს და დავუბეჭდოთ თვითონ აი ეს ინდექსები, ხო? ის მნიშვნელობები უბრალოდ რომელიც არის მასივში. ამიტომ აი print array-ის ზევით დავუბეჭდოთ console write-line my arrays კი არა და arrays iterატორი. თუ ეხლა გავუშვებთ ამ ჩვენს მეთოდს დავინახავთ რომ დაიბეჭდება ყველა ელემენტი რომელიც შეტანილი არის ამ ჩვენს მასივში. თუ ასე ვთქვათ აი ამ გამოძახებისას print array-ის მეორე მნიშვნელობას გადავცემთ არა 0-იანს, არამედ დავუშვათ 2-იანს და ესე გავუშვებთ, დავინახავთ რომ დაიბეჭდება ანუ ყველა მნიშვნელობა ოღონდ პირველი ორი მნიშვნელობის გამოკლებით, იმიტომ რომ ეს iterაციას იწყებს მეორე ინდექსიდან. ანუ 0, 1, 2 აი აქედან და დაიბეჭდება აი ესე მის მარჯვნივ მდგომი ყველა რიცხვი ბოლომდე. აი ეს იყო პირველი დავალება, რომელიც უნდა გაგეკეთებინათ სახში. ხო, მოდი ახლა გადავხედოთ მეორე დავალებას, რაც გვეუბნება იპოვეთ მასივის ელემენტების ჯამი რეკურსიის გამოყენებით. შევქმნათ რაღაცა static მეთოდი, მაგრამ ჩვენ გვინდა ჯამი, გვინდა ერთი ციფრი, ხო, შესაბამისად void-ი ვერ იქნება ეს მეთოდი წინასგან განსხვავებით. ჩვენ უნდა შევქმნათ int ტიპის მეთოდი, იმიტომ რომ გვინდა რომ დააბრუნოს მთელი რიცხვი, ანუ ჯამი. დავარქვათ ამ ჩვენ მეთოდს sum array და ეს იღებდეს ორცალ პარამეტრს, ხო? ერთ მასივს და ერთ iterატორს, როგორც წეგან, ისე აქაც და ამ iterატორს მნიშვნელობა მივანიჭოთ 0, default-ით. მნიშვნელობა კონდეს 0, იმ შემთხვევაში თუ არ მივანიჭებთ არაფერს მერე გამოყენებისას, ვიცით რომ ჩვეულებრივად აიღებს მნიშვნელობა 0-ს, ხო? ამიტომ სავალდებულო არ იყოს ამ iterატორის თვის მნიშვნელობის მინიჭება. ხო, შემდეგ უნდა დავწეროთ ესეთი რაღაცა. ჩვენ ვიცით რომ წინა მაგალითიდან გამომდინარეც და ზოგადად რაც რეკურსიაზე დავიწყოთ საუბარი, თქვით რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემთხვევა, რომ ჩვენი რეკურსია საჭირო მომენტში შეწყდეს და გამოვიდეს, ხო, ჩვენი ფუნქციიდან პროგრამა, იმიტომ რომ არ მივიღოთ სტეკის გადავსება. ნუ წინა მაგალითზე სიტყვა return-ი არ გამოგვიყენებია, მაგრამ ისე დავწერეთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ კოდი, რომ გამოსვლის ლოგიკაც გათვალისწინებული იყო, ხო, ანუ print array-ის როცა ვწერთ. რადგან ახლა აქ int ტიპი გვაქვს, ყველა ვარიანტში რაღაცა უნდა დავაბრუნოთ, ხო? აქედან გამომდინარე დავწეროთ ესეთი რაღაცა. თუ ჩვენი iterატორი მეტია ან ტოლი array-ზე, უпростоროდ array-ის length-ზე, ანუ array-ის ზომაზე, ანუ მასივის ზომაზე, ასეთ შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ return-ი. ესე უბრალოდ თუ დავწერ return-ს და დავტოვებ, ხედავთ რომ მიწითლებს. მიწითლებს რატო? იმიტომ რომ როცა დავაბრუნებ რაღაცა მნიშვნელობას და გავაკეთებ return-ს, ჩვენ ვიცით რომ ამ შემთხვევაში უნდა დავაბრუნოთ აუცილებლად რიცხვი. იმიტომ რომ მეთოდის დასაბრუნებელ პარამეტრად გაწერილი გვაქვს int-ი. აქედან გამომდინარე დავწეროთ return 0. იმიტომ რომ ის ჩვენგან ელოდება რიცხვის დაბრუნებას. შესაბამისად თუ ესეთ რაღაცა მოხდა, დაბრუნდება 0-იანი და შესაბამისად ჩვენი მეთოდი შეაჩერებს მუშაობას, ხო? ნუ ხედავთ დავუწერთ 0-იანი და ჩაქრება ერორიც გაქრება, ხო? ამის შემდეგ გვჭირდება რაღაცა მნიშვნელობა, სადაც დავიმახსოვრებთ აი ამ sum array-ს. ანუ თვითონ იმ მნიშვნელობას, რასაც ეს მეთოდი დააბრუნებს. მაგრამ დავიმახსოვრებთ ისე, რომ ეს მეთოდი ისევ თავის თავში გამოვიძახოთ, ანუ რეკურსიული გამოძახება მოხდეს. ამიტომ შევქმნათ int რაღაცა result-ი
და გადავწყვეტ მას მეთოდი, მივანჯოთ მეთოდი, ხო? უდრის int result-ი უდრის 3 array-ს, ხო? ამ 3 array-ს ისევ მივანჯოთ მნიშვნელობები array და იტერატორი. ოღონდ იტერატორი მივანჯოთ გაზრდილი მნიშვნელობით, რათა მეორე გამოძახებაზე უკვე მასივის შემდგომ ელემენტს მიაკითხოს. ხო, ეს ესე. და ბოლოს გვინდა რომ დავაბრუნოთ ეს შედეგი, ხო? და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გვინდა ავიღოთ ჯამი და არა პირდაპირ შედეგის დაბრუნება გვინდა, ამიტომ უნდა დავწეროთ ესეთი რაღაცა return arrays iterators უნდა მივანიჭოთ ეს result-ი. ხო, ნუ ეს ამან უნდა იმუშაოს. ეხლა თუ ჩვენს მასივს მივანიჭებთ მნიშვნელობას 5-იანს და 4-იანს ქვევით main-ში, რომ ადვილი დასანახი იყოს, ხო? შედეგი და გამოვიძახებთ ამ ჩვენ 3 array მეთოდს, გადავცემთ მას აი ამ array-ის პარამეტრად და ჩავსვათ console write line-ში, იმიტომ რომ შედეგი პირდაპირ დავინახოთ და გავუშვებთ. აი ხედავთ რომ კონსოლი აბრუნებს 9-ს, ესე იგი 5-იანის და 4-იანის ჯამს. აი ესე მუშაობს ეს ჩვენი მეთოდის 3 array. მოდი ახლა გადავხედოთ მესამე დავალებას, რას გვეუბნება. მესამე დავალება გვეუბნება რომ იპოვეთ გადაცემული ციფრების ჯამი რეკურსიის გამოყენებით. მაგალითად, თუ გადავცემთ 1-იანს, 2-იანს და 3-იანს, ამან უნდა დააბრუნოს 6-იანი. თუ გადავცემთ 5-იანს, 1-იანს და 6-იანს, უნდა დააბრუნოს 12. ანუ გადაცემული ციფრები უნდა დააჯამოს. ხო, ანუ ეხლა ეს ცოტა განსხვავებული მეთოდი არის და იმიტომ რომ არ მუშაობთ მასივებზე, ხო, არ გვჭირდება აქ მასივი, გვჭირდება რაღაცა რიცხვი. მოდი დავწეროთ static int, ესეც int ტიპი იყოს, იმიტომ რომ უნდა დააბრუნოს რაღაცა რიცხვი საბოლოოდ. Static int და დავარქვათ ამ მეთოდს sum numbers. ანუ დააჯამე რიცხვები. მოდი ჯობია დავარქვათ sum digits, ეს ჯობია. დააჯამე მნიშვნელობები, უფრო ისეთ სახელია. Sum digits უფრო უხდება. უფრო მიახლოებულია იმ აზრთან, რასაც ეს ასრულებს და უნდა გადავცეთ რაღაცა მნიშვნელობა int რაღაცა a, მაგალითად არა აქვს მნიშვნელობა, რაც დავარქმევთ ამას. შემდეგ ამანა ეს int a გაყოფილი ასე ვთქვათ, ეს int a, ანუ ეს რიცხვი, რაც a-ში იქნება ჩაწერილი, უნდა დაანაწევროს და სათითაოდ მასზე განახორციელოს ოპერაციები. ეხლა მოდი ვნახოთ ესეთი რაღაცა. თუ a ნაკლებია 10-ზე, აი ამ მეთოდმა ეგრევე უნდა დააბრუნოს a. რას ნიშნავს ახლა ეს? ნუ იმ რა შემთხვევაში არის a ნაკლები 10-ზე. მოდი ეს main-ში რაც წერია ყველაფერი გავასუფთავოთ. და დავწეროთ ესეთი რაღაცა, ნუ int a 10-ზე ნაკლები ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ერთი რიცხვისგან შედგება, ხო ესე? ანუ ორი რიცხვი არ არის, 1-იანი, 2-იანი, 3-იანი, 4-იანი და ესე 10-მდე. შესაბამისად, თუ ერთი რიცხვისგან შედგება ეს ჩემი რიცხვი, რომელსაც გადავცემ, ეს ჩემი მნიშვნელობა, რომელსაც გადავცემ ამ მეთოდს, იმას მე ვერანაირად ვერ დავხლიჩავ და ვერაფერს ვერ უზავ. იმათ ჯამს მე ვერ ამოვიღებ. შესაბამისად, დამჭირდება რომ ავდგე და პირდაპირ ის რიცხვი დავაბრუნო. ხო, ეს გასაგებია. მოდი ახლა ამ a-ს მივანჯოთ რაღაც მნიშვნელობა, მაგალითად 12 და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავუყოთ აი ეს ორი რიცხვი ერთმანეთისგან, ხო? ეს 1-იანი და 2-იანი. ხო, თუ დავწერთ აი ესეთ რაღაცას, რომ აი ეს a, თუ აი a-ს პირდაპირ ნაშთიანი გაყოფით, ანუ პროცენტის ნიშნით, გავყოფთ 10-ზე. რას მივიღებთ შედეგად? მოდი ახლა ეს მნიშვნელობა დავბეჭდოთ კონსოლში და ვნახოთ რა შედეგს გამოვიტანს. აი გამოვიტანა შედეგი 2-იანი, ანუ ბოლო ციფრი. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ესეთი მიდგომით ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ აი ჩვენი გადაცემული რიცხვიდან ბოლო. მაგალითად არა აქვს მნიშვნელობა, მე თუ გადავცემ ახლა 3 ნიშნარ რიცხვს, ან თუნდაც 4 ნიშნარ რიცხვს და გავუშვებ, დავინახავთ, რომ ის ყველა ვარიანტში ეს ჩვენი მეთოდი კი არა და ეს ჩვენი ჩანაწერი, აი ეს a-ის ნაშთიანი გაყოფა 10-ზე დააბრუნებს ბოლო ციფრს, ხო? იმიტომ რომ ეს ესე მუშაობს და ვიცით როგორც მუშაობს. კაი, დავუშვოთ, გვაქვს ბოლო ციფრი. როგორ ამოვიღოთ პირველი ციფრი? შეგვიძლია დავწეროთ ესეთი რაღაცა, ისე მოდი დავწეროთ console write line და a გავუყოთ 10-ზე, ოღონდ ახლა ნაშთიანი გაყოფით კი აღარ გავუყოთ. მოდი ეს ზედა დავაკომენტაროთ.
და ჩვეულებრივი გაყოფით გავყოთ 10-ზე. თუ ახლა იმას გავუშვებთ, დავინახოთ რომ მივიღებთ 1-იანს. აი ესე. ნუ თუ 10-ზე გავყოფთ ახლა 12-ს. მოდი გავხსნათ კალკულატორი და ვნახოთ. თუ 10-ზე გავყოფთ 12-ს, 12 გავყოთ 10-ზე. ნახავთ რა შედეგს მივიღებთ 1.2-ს. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვაქვს int-ი, ანუ მთელ რიცხვებზე მუშაობთ, ჩვენ ვიცით და ადრეც მაგალითიდან ვნახეთ, ხო, რომ ეს int-ის გამოყენებისას ეს ჩვენი მნიშვნელობა თუ არის მთელი რიცხვი მრგვალდება. თუ არის უბრალოდ არამთელი რიცხვი, იმ შემთხვევაში მრგვალდება, ხო? ანუ თუ არის 10 წილადი რიცხვი, დამრგვალდება და დამრგვალდება საით? დამრგვალდება შემცირებისკენ. ანუ 1-ისკენ ამ შემთხვევაში. ანუ ყოველთვის დამრგვალდება მარცხენა მნიშვნელობისკენ. ანუ რომ ყოფილიყო 1.9 აქ თუ გავყოფდით 10-ზე და შევინახავდით იმ მნიშვნელობას int-ში, მაინც 1-იანისკენ დამრგვალდებოდა. ანუ მთელი მნიშვნელობისკენ. იმიტომ რომ ეს int-ი არის, ასე ვთქვათ, მთელი რიცხვთა მონაცემთა ტიპი. თუ ჩვენ ახლა ამას შევინახავთ დეციმალში დავუშვათ ან რომელიმე 10 წილად ტიპის 10 წილად ტიპში, ხო, დავინახავთ რომ შედეგად მივიღებდით ანუ 10 წილად რიცხვს. აი ესე. ანუ ეს ჩვენი int-ი ანუ ამრგვალებს თელ რიცხვამდე, ხო? შესაბამისად, აი ესე ავიღებთ პირველ რიცხვს, ხო? აი ესე შეგვიძლია გავყოთ ერთმანეთისგან გადაცემული ერთი რიცხვი და მეორე რიცხვი. შეგვიძლია ესე ავიღოთ ცალ-ცალკე. ყველაზე რთული ნაწილია იმ მეთოდის დაწერისას სწორედ ეს იყო, რომ რამენერად გაგვემიჯნა ეს რიცხვები ერთმანეთისგან და რამენერად გაგვეყო. ეს შევძელით გავაკეთეთ და ეხლა უკვე შეგვიძლია დაუბრუნდეთ ამ ჩვენ მეთოდს summary-ს და ესენი არ გვჭირდება აქ main-ი გავასუფთავოთ და აი ანალოგიური ლოგიკით მივდგეთ ამ ჩვენ მეთოდს. მოდი ახლა აი ამ ჩვენი მეთოდის შეგნით შევქმნათ რაღაცა ცვლადი, რომელსაც დავარქმევთ first values და ეს იქნება ასე ვთქვათ ჩვენი a-ის გადაცემული ჩვენი ორნიშნა რიცხვის ან ორი ან მეტნიშნა რიცხვის პირველი მნიშვნელობა, ხო? first value. შესაბამისად თუ ასე ვთქვათ აი first values მივანიჭოთ მნიშვნელობას a გავყოთ 10-ზე ოღონდ არანაშთიანი გაყოფით, არამედ ჩვეულებრივი გაყოფით, ჩვენ მივიღებთ შედეგად აი ამ რიცხვის ციფრის პირველ რიცხვს, ხო? აი ეს. და ანალოგიურად შევქმნათ მოდი მეორე ცვლადი, რომელსაც დავარქმევთ სახელად second values და ეს უკვე ნაშთიანი გაყოფით აიღებს, ასე ვთქვათ, ნაშთიანი გაყოფით 10-ზე აიღებს მეორე სიმბოლოს და ჩვენ ამის მაგალითიც ვნახეთ. და ამის შემდეგ დავწეროთ return second values დავუმატოთ აი ჩვენი მეთოდი გამოვიძახოთ რეკურსიულად. ანუ 3 digits და მას პარამეტრად გადავცეთ არა a, არამედ გადავცეთ უკვე first value. აი ესე, ანუ რეკურსიულად გამოიძახებს აი ამ ეს მეთოდი თავის თავს. მოდი ახლა დავწეროთ console write line 3 digits და პარამეტრებში გადავცეთ რაღაცა მნიშვნელობა. გადავცეთ 1 2 3. თუ გავუშვებთ, დავინახავთ რომ შედეგად მივიღებთ 6-ს. თუ გადავცეთ პარამეტრებში და დავუშვათ რაღაც 77-ს, დავინახავთ რომ შედეგი არის 14, იმიტომ რომ 7-ს რო 7 მოვუმატოთ, იქნება 14. თუ გადავცემთ უბრალოდ 7-იანს და გავუშვებთ, დავინახავთ რომ დაიბეჭდება უბრალოდ 7-იანი, იმიტომ რომ 7 ეს არის ერთ ციფრა, ერთ რიცხვს გადავცემთ და შესაბამისად შემოვა იმ if-ის შიგნით და დააბრუნებს იმავე რიცხვს, რომელსაც გადავცემ და იმიტომ რომ ამ რიცხვს ვერაფერთან ვერ დააჯამებს, იმიტომ რომ ეს რიცხვი ისედაც მარტოა, ასე ვთქვათ და ერთი გადაიცემა. ხო, სულ ეს იყო თქვენი დავალება, რაც უნდა გაეკეთებინათ. მადლობა რომ დამითმეთ დრო და თუ მოგწონთ ჩემი არხი და ჩემი გაკვეთილები, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეოები. მე კი დაგემშვიდობებით დღეს და გისურვებთ წარმატებებს.